ანდრეჯევის შემოვარდით, მაგინეთ, მაფუთხეთ, თქვენ თანაშრომლებს ჩიაჩობადეს წლის მოწოდება უბრძალეთ. შეგიძლიათ მიმიჩნიოთ რომელია ბატონი ვალერი? ახლა პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგი. ასრულებინათ, რომელი არის აბა ბრძანები? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. იცით მე სად ვიმყოფებოდი პირველ იმ დღეს მე ვერ მოვიცანი რა სიმართლე. მე როგორ მოდანაშაულებ სიტყვაში თქვენ მოხდით და მე ხელი დაგაყრი? ხელის გამო. სიტყვაში არ მეშოვრო მოგაგანე? რატომ არის სხვაობა დღეს ამბობთ სიმართლეს თუ გამოკითხვის დროს თქვით? იმიტომ არსებითი არის ბატონო გიორგის ფაქტობრივი გარემოება. შეიძლება ახლოც არის ტერიტორიულად და რა ვიცი შეიძლება. თქვენი სიტყვა, თქვენი ეგრეთ წოდებული ინფორმატორის სრულ ჩვენებაზე მე 6 დეცემბერში ვარ გამოკეტილი უსამართლოდ და თქვენ მე ოჯახი გამიმზადეთ. იცით თქვენ ეს და გძნობთ ამის პასუხისმგებლობას? თუ სასამართლო დარბაზში ასამართლის პოვნა შეიძლება ხუთი სამართლის სხვაგან იცედება და მინდა რომ ამაზე დაახსნა. ონისეს სახე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვა ჩვენ სიტყვიერად, სრულყოფილად და სიზუსტით მოვახერხეთ, რომ გაგვეშუქებინა ქარდების და ნიუსების ფორმატში, ონისეს სახე და ხმაში ეს მუხტი ვერანაირად ეს ვერ მოხერხდა და ერთ-ერთი ყველაზე პირველი შემთხვევა არის, რომელსაც ყოველთვის ვიტყვი, რომ გული მწყდება და რომ ვერ მოვახერხეთ ამის გადაღება. გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი იყო დღეს და ბოლოს ხდომა უნდა ყოფილიყო და გიორგი არის ექიმი. მისი კოლეგები იყვნენ თეთრი ხალათებით მოსული ხდომათა დარბაზში. ჩვენ ამ კადრს ვერ ვაჩვენებთ. მაყურებელს ვერ ნახავენ, ხო, ბუნებრივია რომ ხდომათა დარბაზში სოლიდარობა ექიმებმა გამოუცხადეს და ყველა პატიმრის შემთხვევაში ყველას თავისი ისტორია აქვს. ბოლო რამდენიმე ხდომა არის, რაც ბატონი მოსამართლე ყავს რომეო ახობაძის საქმეზე და მე არ მაქვს მისი ფოტო. არ მომეცა საშუალება სამწუხაროდ რომ ქონოდა რომეოს ფოტო და ეხლაც რაღაც ვიდეო სკრინები გვაქვს და ემოციურია, საკმაოდ ემოციურია ეს მოსამართლეს და ბევრი შეკამათება იყო, ბევრი მკაცრი ტონი იყო და ბევრი ისეთი კამათი იყო, რისი გადაღებაც ალბათ იქნებოდა აუცილებელი. მათ პრობლემა არ ჰქონდათ რა ეს კადრები არსებობდა, იმიტომ რომ სწორედ ეს უნდათ, რომ სხვებს დაენახათ, რომ აი დავიჭერ ანდრო ჭიჭინაძეს, დავიჭერთ საბას, დავიჭერთ ომარს, დავიჭერთ ყველას, ვისაც მივუტებით. მაგრამ ამასობაში ეს პროცესები გაგრძელდა, სხვადასხვა ნაწილად დაიყო და თვითონვე მიხვდნენ, როგორ გაექცათ ეს პროცესი, მთლიანად პოლიტიკური პროცესი ხელიდან, ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკურ პროცესს გულისხმობ. იმიტომ რომ ძალიან მალე მათსავე შიდა კვლევებში თუ რა ვიცი გარე კვლევებში ამოვიდა ის რომ ადამიანები თანაუგზნობენ პოლიტიკურ პატიმრებს, სინდისის პატიმრებს და თანაუგზნობენ იმის გამო რომ მედიამ მოახერხა სიმართლის ჩვენება. მედიამ მოახერხა იმის ჩვენება რომ როდესაც შემოყავდათ მოწმე პოლიციელი და ადვოკატი ეკითხებოდა რომ აბა რომელ სახელს და გვარს უსახელებდა ბრალდებულის დარბაზში რომელიაო და ხელს იშვერდა აი X-ისო, სინამდვილეში ის ბრალდებული იმ მომენტში სასამართლო დარბაზში არ იყო. რაზე მივთითებს ეს იმაზე მივთითებს რომ ის მოწმე პოლიციელი სინამდვილეში არის ცრუ მოწმე პოლიციელი, რომელმაც ისიც კი არ იცის საერთოდ რომელ პატიმარზე ლაპარაკობს, რომლის ბრალეულობაზე ლაპარაკობს. გაექცათ პოლიტიკური პროცესი ხელიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვაჩვენეთ რომ შემოჰყავთ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც ამბობენ რომ აი თავში ქვაკი მომხვდა, მაგრამ არ ვიცი ვინმე სროლა. და ესეთი ყველა მოწმე არის ასეთი დაზარალებული, ეგრეთ წოდებული დაზარალებული ტიპები შემოდიან და ამბობენ რომ არ ვიცი რაღაცა ფეხში მომხვდა ფეიორკი, მაგრამ არ დამინახავს ვინმე სროლა. და ეს გავხადეთ ჟურნალისტებმა ცხადი და დაიწყო თითოეული ეს პროცესი იყო ლახვარი სწორედ ამ PR-ში, ხელისუფლების მიერ წარმოებულ PR-ში, რომ სიამდვილეში ისინი მიხვდნენ რომ ამით შიში კი არ დათესეს, არამედ გამოიწვიეს რისხვა მაყურებლის, სამ ყველაფრის მაყურებლის, გულისხმობ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეს
და ეს რის სხვა გამოიწვიეს არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეებში, არამედ საკუთარ მომხრეებში. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი არ გაშუქებულიყო. და მე რასაც ვეძახი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება და არგუმენტი არის ის, რომ ეს სისტემური გადაწყვეტილება იყო და არა თითქოს რაიმე ემსახურებოდა ის, რომ მე ჟურნალისტებისგან ვიცი, რომ ისინი ყოველდღიურად წერენ საბჭოში მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ შეიძლება დაგვიშვით სასამართლო პროცესზე. მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ის რომ უარიც კი არ მოდის იქიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანო მზად არის შექმნას ისეთი ვალდებულება, რომელიც საერთოდ ჯამში არ შეასრულოს, ოღონდ მიაღწევს იმ მიზანს, რომ არ მოხდეს გაშუქება და საზოგადოებამ ვერ ნახოს ისე დეტალურად, რომ საქმეზე რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები. წინა ხელისუფლების ფარგლებშიც ზუსტად ესეთ გახმაურებულ საქმეზე, გირგვლიანი საქმეზე მოხდა ამ აკრძალვა გადაღების, რომელიც შემდგომ ამ ხელისუფლებამ შეცვალა და დასაბუთება ზუსტად ის არის, თუ ის საქმე იყო ესეთი აქტიური და ისავრობა ამ ყოფილს მალავდა, ესე იგი აქაც, როდესაც თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქაც რაღაცის დამალვა სურს და ესეთი რაღაცა ძალიან ბევრია ამ საქმეში. მხოლოდ ჩემის სახელით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მინიმუმ 40 განცხადება არის შესული, მინიმუმ გულისხმობ. ყველა პროცესთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მაქვს განცხადება შეტანილი, რომ იმსჯელონ დასაბუთებული არის ეს განცხადება 6 გვერდიანი დასაბუთებები გვაქვს გადაგზავნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ მოიცათ უფლება ერთი პროცესი მაინც გაგვეშუქებინა. აი როგორც თქვენ არ დაგირეკავთ ჩემთვის ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში, ასე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩემთვის არც ერთხელ არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ აი საბჭო იმსჯელა და თქვენ უარი მოგივიდათ ან იმსჯელა და მოგცემენ როდესმე გადაღების უფლებას. უბრალოდ არ გვაძლევენ. ანუ ვიღაცის გვარია ეს. მარტო ვიჯექი სასამართლო სხდომის ოთახში. ჩემი კოლეგებიც კი იყვნენ, მაგრამ ჩემი უშუალო თანამშრომლები არ იყვნენ და უცებ მივხვდი, რომ ძალიან შემეშინდა ამ ყველაფრის წინაშე მარტო ლეპტოპით ყოფნა. ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებულად სტრესის მომგვრელი. აი არ ვიცი, პირველად ძალიან შემეშინდა, რომ მე თუ რაღაცას ვერ მოვისმენდი, მე თუ რაღაცას ვერ დავინახავდი, ჩემი კოლეგა იყო, რომელიც დამაზღვევდა, გადაიღებდა, სიტყვას შეგვაწევდა, სიზუსტეს უფრო მეტად დავიცავდით და ახლა აღმოჩნდა, რომ ხარ სრულიად მარტო და შენზე არის დამოკიდებული რის ჩაწერას მოახერხებ სიტყვიერად, რის გაგონებას მოახერხებ, რამდენად კარგი სმენა გაქვს, როგორ დაიჭერ ამა თუ იმ რეპლიკას, სიტყვას, ემოციას და აი ფაქტობრივად ხარ განიარაღებული. ჩვენ გვიყვებოდნენ, თუნდაც აქ მომუშავე ადამიანები, რომ აი ნაცების დროს არ ვიცოდით რა მდგომარეობა იყო და როგორი სიმკაცრე იყო და იმაზეც კი მადლიერები უნდა ყოფილიყავით, რა შეზღუდვებითაც მუშაობდით მანამდე, თუმცა ახლა უკვე ვხედავთ, ანუ ალბათ გავს რეჟიმზე და კიდევ შეიძლება უარესზე საუბრობდნენ, თუმცა ეს ჩვენთვის არის ყველაზე უკიდურესი ფორმა, როგორც შეიძლება იმუშაოს მედიამ, რომ არაფერს უფლება არ გქონდეს რეალურად. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავჩერდეთ ოპერატორები 40 გრადუს სიცხეში დგანან აქ, აი ტერიტორიას ხომ ეტყობა, რომ ერთი ხე არ არის, ჩრდილი არ არის და აი ეს ჩვენი ოპერატორები ჩვენ შევდივართ, რომ ვისმენთ სასამართლოს სხდომებს და ოპერატორები დგანან 40 გრადუს სიცხეში აი ამ ტერიტორიაზე, აი არ ვიცი ეს რაში ჯდება, მართლა ვერ ვიგებ რა ხდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელს რამდენიმე ოპერატორი შეუძლოდ გახდა. და ხო, სამწუხაროდ თავისუფალი მედიის ოპერატორები არიან ამ დღეში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მედიის წარმომადგენლების არ დადიან სასამართლო პროცესს, მხოლოდ განაჩენებზე მოდიან. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელის ბატონო პროკურორებო. და ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში. დაკარგა ვიზუალი არ დაუკარგავს ახლა ინფორმაცია ცხადია, იმიტომ რომ ტექსტის სახით ბევრი მედია საშუალება, განსაკუთრებით ონლაინ მედიები, რომლებიც წერას მიჩვეულები ვართ ისედაც, ვაგრძელებთ ამის რეპორტინგს, მაგრამ ტელევიზიებს ცხადია ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ტელევიზიისთვის მთავარი არის ვიზუალი. და ასევე მომხმარებლისთვისაც რა, ახლა ბევრი ცხადია
გაცილებით მეტი ნახავდა თქვათ ტელევიზორში ამბავს, ვიდრე წაიკითხავს რომელიმე ონლაინ გამოცემის ლაივ ბლოგზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად გაზრდილია ონლაინ მედიის გავლენაც და წვდომაც მოსახლეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი ემოციების გამომხატველი, დიდი საშუალება, რომ ეს ემოციები რაც ხდება სასამართლოში, გარდა იმისა, რომ ტელევიზიის კამერით კი ხედავთ, რაც ხდება და გასაგებია, აი ამ კამერის მიღმაც დანახული ემოციები იყო ჩემი აზრით. ამის გარშე ახლა ყველაზე მეტად რამდენჯერმე გავიცინე კიდევაც, რომ აი ახლა რომ ვიღაცა მკითხოს, რა კიდე გააგრძელებთ ეგრე გადაღებას და რაღაც ნიშნის მოგებით, თითქოს შეთანხმებაზე წავიდოდი, რომ აღარ გადავიღებდი ესეთ ყოველდღიურ პროცესებს, ოღონდ მოეცათ საშუალება და შესაძლებლობა, რომ გადამეხო განაჩენის დღეები. ჩვენ ყავს ასევე 2 უკრაინის მოქალაქე და 3 რუსეთის მოქალაქე პატიმრობაში და მათ ახსენეს კიდევაც პროცესზე, რომ ის ფოტო-ვიდეო მასალა, რომელსაც ჟურნალისტები იღებდნენ, იყო ერთადერთი საშუალება, რომ მათ ოჯახის წევრებს ისინი ენახათ და ინფორმაცია მიეღოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა სხდომა. უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც 9 საათით მიდის ელექტროენერგია ირთვება, აი ამ მომენტში ახერხებდა დედა, რომ შვილზე ინფორმაცია გაეგო, მაგრამ სამწუხაროდ ეს გზაც ამოიქოლა. ეს ხო ისტორიული პროცესები, ეს არ არის რიგითი სისხლის სამართლის პროცესი და ეს ყველა კადრი საქართველოს ისტორიაში ჩაეწერება და ჩაეწერებოდა, რაც ვერ მოხდა და ვერ იქნა გადაღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონით დავკარგეთ ის, რომ სასამართლო გამჭვირვალე აღარ არის.